აი კაპიტულელასთან ერთად ჩვენ ავაშენეთ ახალი ქართული სკოლა ახალ ქალაქში, იმიტომ რომ აერთის ხრით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ სომხურ ოჯახებში ცხოვრობენ ქართულის მასწავლებლები, ეს ქართულის მასწავლებლები უზრუნველყოფენ იმას, რომ ქართული შემოვიდეს აქ როგორც სახელმწიფო ენა, როგორც კაპიტულელა მისი კოლეგები უზრუნველყოფენ იმას, რომ ამ უმაგრეს სკოლაში, რომელიც ჩემი ინიციატივით აშენდა, ამას განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას, იყვნენ ქართველი და ეთნიკურად სომეხი ქართველი ბავშვებიც, იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ქართველია, მიუხედავად იმისა, ვის რა ეთნიკური წარმომავლობა აქვს. ჩვენი პასუხი იმაზე რომ აი ენის საკითხებზე, რეგიონალური ენების საკითხებზე არის ძალიან მარტივი. საქართველოში წარმატებას უნდა მიაღწიოთ ქართული ენით. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს სხვა კულტურების ნიველირებას, მაგრამ აქაც ახალ ქალაქში სომხურსაც პრობლემები აქვს, ხო, გარუსებული პროცესი მიდიოდა საბჭოთა და რუსეთის ჯარისყოფნის დროს. ამიტომ ჩვენ უნდა ეს ხალხი, ამ ჩვენი თანამოქალაქეების ინტეგრაცია საქართველოში მოახდინოთ ასევე ენის მეშვეობით, არა რეგიონალური ქარტიებით და სხვადასხვა მოგონილი ამბებით, არამედ პირიქით ქართულის დამკვიდრებით, ქართულის შემოყვანით, ქართული სკოლის გახსნით, საქართველოს უნივერსიტეტებში მათი სწავლით, იმ გზით, რომელიც შემოვიყვანეთ ჩვენ ახალ ქალაქში, რომლითაც ახალ ქალაქი ბევრად უფრო ჩქარა დაუკავშირდა თბილისს, იმ რკინიგზით, რომელსაც ახლა ვნახავთ. აი ეს არის ჩვენი პასუხი, საქმით არის პასუხი და არა პოლიტიკოსების ენის ტრიალით და პარლამენტში ძალიან საშიში წინადადების შეტანით. საქმით და ასეთი პატრიოტებით, რომელიც საქართველოს სიმტკიცეს და ერთიანობას სწორედ ადუღაბებენ განათლებით და კულტურით. ომჩის აუზლის გარგლის ახლა ერთი დარჩა. ეხლა ვიცი რა დარჩა, მაგრამ ადრე რეალურად რუსული უფრო იყო ვიდრე სომხური ახალ ქალაქში, ესე იყო. ამიტომ აქ საუბარი ვისაც არის ვინც კამათობს საქართველოში, აი სომხური ენას სტატუსს, სინამდვილე სომხური ენის სტატუსით დაკნინებული იყო და რუსული იყო ხალხისთვის და ბავშვები ბევრი რუსულს სწავლობდა და სომხურად კარგად დამწერის პოვნაწილელი იყო. ამიტომ აქ საუბარი იმაზე კი არა, რომ ვიღაც სომხური ჩავიწოს, სომხური შევიწროები ჰქონდა. ეს ზუსტად იმ ხალხის ლაპარაკობს, ცხოვრებაში არ იცის სადაც ახალ ქალაქი არ ყოფილა აქა, საერთოდ არ ინტერესებს ხალხის პრობლემები, ლაპარაკობს მარტო ყელმოღერებული ტრიბუნიდან და ამით ზიანს აკეთებს ჩვენ ეროვნულ საქმეს. ეროვნული საქმეა, რომ განვავითაროთ ყველა ჩვენი ეთნიკური ჯგუფის კულტურა, მაგრამ ასევე ქართული გახდეს მათთვის წარმატების ბილეთი ცხოვრებაში. იმიტომ რომ სახელმწიფო ენაა ქართული და ჯერ პირველ რიგში სანამ ჩვენ დავიწყებდით სხვა ენებზეც ასევე რაღაც ხელოვნურად манипулირებას პირველ რიგში უნდა გავაძლევოთ ქართული და ამის პარალელურად მე სხვაზე რაზეც გვიდათ ვილაპარაკო. მაგრამ არ შეიძლება ქართული ენის, ეხლა ქართული ენისთვის არის, ეხლა ქართული ენა არის ამათვის გზა უკეთესი მომავლისთვის, ხო? ამიტომ არის ეს ლამაზი შენობა, ამიტომ არის ბევრი სხვა ღონისძიებები, რომელიც ადრე უნივერსიტეტებში იმდომ გავაადვილეთ ჩაბარება. ადრე ხომ მიდიოდა აქედან ბევრი ერევანში და 2-3-4 წლის წინ გავაადვილეთ თუ თბილისში იყო საბჭოთა ჩაბარება. და ესეთი ულამაზესი გოგონება უნდა მომავალში მართლა საქართველოს და ყველა სფეროში შერაგინე გამოხდა. ეგ არ მოხდა კაცი. ეხუმრები, პასიურისტები კიდევ ჩვენ არ მოვიდა კიდევ პოლიცია. მეც იურისტი ვარ და უნდა გიხუმრე. და რომელი სფერო უნდა ეცი? მე რა უნდა მოხდა იურისტობა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი თუ რა? აი ეს არის რეალურად მართლა საქართველოს პატრიოტები ისებიან აქ, რომელთაც აქვს თავისი კულტურა და თავისი იამაყამე თავის კულტურით, თავისი განსაკუთრებულობით და ასევე იმით, რომ არიან საქართველოს პატრიოტები. ეს არის რა თქმა უნდა. ეს უნდა ვითარდებოდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტი, რომელიც კეთება საქართველოში. მე პირადად ამითი ძალიან დიდი იმედებს ვამყარებ ამ პროექტზე, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში. აქ კეთდება ყველაზე თანამედროვე რელსების გამოცვლა არც არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიით.
თბილისიდან ჩამოვლენ მატარებლები და აქედან უკვე პირდაპირ წავლენ მთელ ევროპას გადაივლიან და ჩავალან ლონდონამდე. ეს კი ულამაზესი სადგური შენდება ჯერ ერთი ძალიან ლამაზი არქიტექტურით და მთელი არსი რა არის ამ პროექტის. ჩვენ ჯერ როცა ჩემ პრეზიდენტობის დაწყისში ჯავახეთში გვიჭირდა რაღაცების დაწყება, იმიტომ რომ ვიღაც რადიკალები არსებობდნენ, ესეთი მოკრიმინალო ელემენტები, მოხდა იმათი განეიტრალება. შემდეგ დავიწყეთ გზის მშენებლობა, რომელიც რატომღაც წელს საერთოდ არ გაწმენდილა, ამიტომ ზამთარში არ უფუნქციონირდა. დავიწყეთ ამ რკინიგზის მშენებლობა, რომელიც უნდა შეკრა საქაურო. დავიწყეთ სოფლის მეურნეობის პროექტები. წელს არის პირველი წელი, როცა ჯავახეთის ხალხი ვერ აბარებს კარტოფილს, იმიტომ რომ წინა წლებში ხელოვნურად ვიბარებდით და ხელით განზრეობდნენ, რომ ციტრუსები ჩაგვიდეს აჭარაში, ჩაგვიდეს, მაგრამ კარტოფილის ჩაგდება ჯავახეთში არ შეიძლება, იმიტომ რომ ამას კიდე ბევრად უფრო მეტი პოლიტიკური საფრთხე მოყვება, ვიდრე თქვა აჭარაში სამწუხაროდ იმას, რაც გაკეთდა არ გაკეთდა ციტრუსებზე. ამიტომ ახლა ყველა უნდა გამოვიღვიძოთ. სისულელეები კი არ უნდა ვილაპარაკოთ რეგიონალურ ქარტიის რატიფიკაციაზე, არ რატიფიკაციაზე, რაღაცა სხვადასხვა კონფლიქტოლოგიურ საკითხებზე. ეს გავწიოთ გვერდზე. იმისაც რომ აქ იყოს მშვიდობა, განვითარება და ქართული სახელმწიფოს გაძლიერება გაგრძელდეს, უნდა გაგრძელდეს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროგრამები. უნდა სასწრაფოდ გაგრძელდეს ამ რკინიგზის მშენებლობა. რატოა ახლა ეს გაყიდული, რატო არ მუშაობს აქ ექსკავატორი, როდისმე გინახავთ ადრე რომ მე მოსულიყავ მშენებლობაზე და იქ არ იყოს შესეული მუშები და ერთ დღე და ღამე, დღეც და ღამეც არ მიდის მუშაობა. რატო ეს გაჩერებული? უნდა გაიწმინდოს ეს გზა, რომელიც უნდა ფუნქციონირებს და თქვენ რო ჩამოხვიდეთ მაგალითად გრძელი გზით, უნდა ჩამოსულიყავით ძალიან მარტივად მოკლე გზით. უნდა გავაძლიეროთ სკოლების ქსელი, ქართული სწავლება, ამათი ჩამოყვანა უნივერსიტეტებში და მაშინ აქ ავერასდროს ვეღარავინ ვეღარ შექმნის პრობლემებს. ის კი არა ვიღაცები სასწრაფოდ ნაჩქარევად გამოუშვეს ციხიდან და შექმნეს პრობლემა, რომ ეხლა იმ პირობებში, როცა კარტოფილს ვერ იბარებთ, ესენი გაჩერებულია, გზა არ იწმინდება, რაღაც სხვა პროგრამის პრობლემები შეექმნა, მაშინ ამათ გაიხსნებათ ისევ თავისუფალი ხელი. უნდა დაუბრუნდათ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებით და ვაკეთებთ სწორად. ყველაფერი ეს გადაყრა არ შეიძლება, მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა გაიზიარებს ზუსტად იმავეს, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. იმედია რომ ზუსტ ინფორმაციას მიიღებს ასევე პრემიერ-მინისტრი თავის მინისტრებისგან რა ხდება აქ იმისათვის რომ რამე გამოუსწორებელი არ ახლა ჯერჯერობით მე მიმაჩნია რომ სერიოზული საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რომც მომავალში არ იქნებოდეს, ამისათვის საჭირო ყველა პოზიტიური აღშინებლობითი საკითხების გაგრძელება, როგორც ეს ხდებოდა აქამდე და მაშინ ეს იქნება საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი და როგორც უნდა გაგრძელდეს მომავალში.